მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. გელი ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი. მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობს თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში. ახლა კი ვისაუბრებთ საინტერესო ფაქტებზე მგლების შესახებ. მეცნიერები განუწყვეტლივ ატარებენ კვლევებს მგლებზე, მათ ხასიათზე, სოციალურ ქცევებზე და გზებზე, რომლებსაც ისინი იყენებენ თავის სარჩენად. დოქტორ სვორდის 50 წლიან დაკვირვებაზე დაყრდნობით მან წარმოადგინა 5 ფაქტი ამ რუხი მტაცებლების შესახებ. ტერიტორიის ზომა, რომელსაც მგლები აკონტროლებენ, დამოკიდებულია ამ ტერიტორიაზე ნადავლის რაოდენობაზე და ხარისხზე. მგლების სამფლობელოს მოცულობა 50 კვადრატული კილომეტრიდან ასეულობით კვადრატულ კილომეტრამდე შეიძლება იყოს გაწელილი იმ შემთხვევაში, თუ ნადავლის რაოდენობა საკმარისი არ არის. ჯგუფის ერთიანი ყმუილი კი არის შეტყობინება სხვა მგლებისთვის, რომ ეს ტერიტორია უკვე დაკავებულია. მგლები ადამიანისთვის საფრთხეს მხოლოდ გარკვეულ სიტუაციების დროს წარმოადგენენ. მგლებში დაავადებების და მათ შორის ცოფის გავრცელების საშიშროება ჩვენ დროში უფრო მცირეა და ასეა თუ ისე კონტროლდება. და ამიტომ აღარ აქვს მგლების ადამიანზე თავდასხმას ისეთი ხშირი მაჩვენებელი, როგორც ძველ დროში. მგლების საცხოვრებელ ადგილებზე ადამიანები მრავლდებიან და პირიქით უქმნიან საფრთხეს, რადგან მათზე ნადირობენ და ხაფანგებს უმიზეზოდ აგებენ. გელი მსხვერპლს წინასწარ განზრახით ირჩევს ყველაზე სუსტს. მგლები უპირატესობას ანიჭებენ ბებერზე ან ახალგაზრდა, ან ავადმყოფ ან მშიერზე ნადირობას, რადგან საფრთხე უფრო ნაკლებია და ენერგიაც ბევრი არ დაეხარჯებათ. მგლები მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ნადირობენ, საერთო ჯამში გარეული ცხოველთა რაოდენობა არ მცირდება. ამას ბუნებრივი ბალანსი ეწოდება. მაგრამ არის შემთხვევები, მაგალითად, როცა ზედიზედ რამოდენიმე წელიწადს არის ძალიან ცივი ზამთარი ან ცხელი ზაფხული და ტერიტორია გახრიოკებულია ან საერთოდ ტერიტორიის შემცირება და მათი შევიწროვება. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან იკლოს ცხოველთა რიცხვმა, ან საერთოდ გაქრნენ ისინი ინტენსიური ნადირობის შედეგად. მგლის ხროვის ზომა დამოკიდებულია მათი ტერიტორიის ნაყოფიერებაზე. თუ ტერიტორია არ არის ძალიან ნაყოფიერი, მაშინ ხროვის ზომა მცირეა, ხოლო თუ პირიქით ტერიტორია ნაყოფიერია, მაშინ ხროვაც სათანადო ზომის იქნება. დოქტორმა სვორდმა 25 წლის მანძილზე კანადის არქტიკულ კუნძულ ელესმერზე გამოძიება ჩაატარა მგლების შესასწავლად. მისი თქმით, ამ დროის მანძილზე მან აღმოაჩინა ისეთი თვისებები და ფაქტები მგლების შესახებ, რაც მგლებზე ზოგადი ცოდნისგან საერთოდ განსხვავებულია. ზოგი ეს ფაქტი არ არის ძალიან საყურადღებო და ზოგი ავსებს იმ მოსაზრებას და სრულყოფს მათ, რაც უკვე არსებობდა. ამ ფაქტებიდან მხოლოდ 3-ს გაგაცნობთ. ახალი თეორიის მიხედვით მგლები ლიდერები იმიტომ კი არ ხდებიან, რომ მათ სხვებთან ბრძოლაში გაიმარჯვეს, არამედ იმიტომ, რომ მათ იპოვეს მეწყვილე და ახალი ოჯახი შექმნეს. არქტიკაში მობინადრე მგლები სულ მოძრაობენ და ერთ ადგილას არიდებენ ბინას ზამთრის პერიოდში და როდესაც მუდმივი პოლარული ღამეებია. ისევე როგორც წელიწადის ამ დროს სხვა ადგილებში მცხოვრები მგლები. მათ ლეკვებს უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაადგილება. მოიპოვება სამხილები იმის შესახებ, რომ ნადირობის დროს მგლები იჩენენ და იმუშავებენ ჭკვიანურ მეთოდებს ნადირობის წარმატებით ჩასატარებლად. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.